საღამო მშვიდობისა კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ახალ პარადიგმას, მე ამ გადაცემის წამყვანი მერაბ ჭიქაშვილი ვარ. თქვენ შეგიძლიათ ასევე თვალყური გადავნოთ ჩვენ სოციალურ ქსელებში, ეკრანზე მითითებულ მისამართზე, როგორც Facebook გვერდზე, ასევე YouTube გვერდზე და Telegram არხზე შეგიძლიათ მარტივად მოგზებნოთ. ხოლო რაც შეეხება QR კოდს, QR კოდის მეშვეობით მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან, რითიც კი გვიყურებთ, განსაკუთრებით მობილურით ან თქვენი гаджеტით შეგიძლიათ დაანათოთ ეკრანს და შესაბამისად თქვენთვისაც მარტივი გახდება რომ თვალყური ადევნოთ ჩვენს დღევანდელ გადაცემას, დღევანდელ ახალ პარადიგმას. სამშაბათია კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემის სტუმარი და თანაწამყვანი გახლავთ გენერალ-ლეიტენანტი ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი. საღამოშივე ბატონო გურამ, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ ჩვენ ლაპარაკობთ დიდი ხნის განმავლობაში უკვე სამხედრო მიმართულებით თავდაცვაზე, უსაფრთხოებაზე და ბოლო პერიოდი დიახ, რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება მაინც გადატანილია თქვენი ნებისმიერი მაგალითი, ნებისმიერი თქვათ შემაჯამებელი იქნება ეს თუ ანალიზი, რომელსაც ფაქტიურად ყოველდღიურად თქვენ თავად ადენებთ თვალყურს. უკრაინა-რუსეთის კონფლიქტია და ამას გარდა ის დანარჩენი კონფლიქტები, რომელიც აი ჩვენთან ახლოს, ახლო აღმოსავლეთში იქნება ეს თუ ისრაელის კონფლიქტი, ამასაც ჩვენ თვალყურს ვადენებთ. მაგრამ მე მინდა დღეს დავიწყოთ ჩვენ, იმიტომ რომ აი აგერ გახდა ტრამპი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების, მოხდა უკვე მისი ინაუგურაციაც 20 იანვარს გაიარა, 11 თებერვალია და მართლა მსოფლიო ვერტოთ მოსახლეობის მთელი სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის ყურადღება იყო გადატანილი და აქცენტი იმაზე რომ მოლოდინი რომ ტრამპის გაჟღერებული ფრაზები და დანაპირების სხვა შორის რომ ის ამ კონფლიქტს დაამთავრებს, ის შეეცდება რომ საერთოდ ეს კონფლიქტი ძალიან მალე დამთავრდეს და ფაქტიურად ინაუგურაციის მე რაც ის უკვე ძალაში შევიდა მისი პრეზიდენტობა, სხვა შორის პირველი თუ არა მეორე კითხვა ეს არის მის მიმართ, ამერიკის შეერთებული შტატების იქით როგორც კი ცდება თემა და თავის ქვეყანას როს არ ეხება ან თავის ეკონომიკას ან თავის მოსახლეობას, მეორე კითხვა ყოველთვის არის ეს დასმული აი ამ კონფლიქტზე. ზოგადად აი ამ ყველაზე მისთვისაც ალბათ შეიძლება ითქვას და დანარჩენი მსოფლიოსაც ინტერესის სფერო არის უკრაინა-რუსეთის კონფლიქტის შეჩერება. და სხვა შორის მან არაერთხელ გადათქვა თავისი ნათქვამი, გადათქვა არა იმ კუთხით რომ უარი თქვა, მაგრამ მან პირველად სხვა შორის ვიდრე ინაუგურაცია იქნებოდა მისი, მან თქვა რომ მანამდე ნათქვამი ჰქონდა რომ ის აუცილებლად შეაჩერებს ამ ომს. მთელი საპრეზიდენტო კამპანია სხვა შორის ამას მისიეს ეს იხმარება ამას აქტიურად აჯერებდა ამ ფრაზას, ამ ინიციატივას. შემდეგ როცა გახდა პრეზიდენტი და ინაუგურაციამდე ველოდებოდა ჩვენ მის ინაუგურაციას, მან სხვათა შორის ასეთ განცხადებაც გააკეთა, რომ არც ისე მარტივი ყოფილა ამ კონფლიქტის დამთავრება, შეიძლება რაღაც დრო დამჭირდეს და ის უკვე პრეზიდენტია და ის უკვე აქტიურად ჩაერთო ამ კუთხით, ამ საკითხის მოგორებაში და ის უკვე კითხვებს პასუხობს, რომ დიახ, ის უკვე პირადად ფიზიკური შეხვედრებიდან, პირველი შეხვედრებიდან გამომდინარე ის უკვე შეეცდება, რომ ეს ომი კონფლიქტი წავიდეს მშვიდობისკენ, მოდი ასე ვთქვათ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ბატონო გურა, მე რატომ მინდა დავიწყო ამ კუთხით, იმიტომ რომ ეს არის მართლა ერთ-ერთი თავარი საკითხი დღეს სოფლიოსთვის და ჩვენთვისაც და რა თქმა უნდა მე ჩვენ როგორც საქართველოს პირადი ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დამთავრება ნიშნავს, რომ რუსეთი, რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვაკავშირებს, სამწუხაროდ არ გვაკავშირებს დიპლომატიური ურთიერთობა, მაგრამ გვაკავშირებს ეკონომიკური ურთიერთობა. ნომერ პირველ სტრატეგიულ პარტნიორად ითვლება დღეს და იცით როგორ არის ჩვენი მოსახლეობა იქ მყოფი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე და ასევე ჩვენი ტერიტორიები და ის ტკივილი, რასაც ამოჩაბლო და აფხაზეთი ქვია და მთავარი ამოცანები. ამ კუთხითაც არის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი და მე სხვა შორის დღეს ინტერაქტივი მქონა ბატონო გურამ და ინტერაქტივში ასეთ კითხვა გავიტანეთ. როგორ ფიქრობთ, უნდა აღდგეს თუ არა დიპლომატიური ურთიერთობები
ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან და ფაქტიურად ძალიან ბევრი ზარი იყო და ფაქტიურად 100%-დან 100 გარეკილი ზარიდან 99 ადამიანმა თქვა, რომ უნდა აღდგეს. აი ამ ჭრილი და გადმოსახეითანაც მინდა დავგისვათ თქვენს კითხვა. ტრამპის ბოლო განცხადებები ის აპირებს შეხვდეს უკრაინის პრეზიდენტს, ის გაჟღერებული აქვს, რომ უნდა შეხვდეს აუცილებლად პუტინსაც, მაგრამ აი მაინც მე მოდი ესეთ კითხვას დავსვავ, მაინც საზოგადოების მრავალი დიდი მაინც თავარი ყველაზე პოპულარული კითხვა აი რასაც საზოგადოებაში ისმენდა და რასაც დაგისვავდათ და დავსვავდით ალბათ და მეც მინდა დავსვათ არის ის რომ რამდენად შეძლებს მართლა რომ ეს მშვიდობა მოხდეს ეს ორი ქვეყანას შორის კონფლიქტი მორჩეს და როგორ ფიქრობთ აი რიტორიკა რატო იცვლება და რა საფრთხეებთან რა რისკებთან რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კონკრეტულად ომი შეწყდეს აქ საუბარია რომ ომი უნდა შეწყდეს იმიტომ რომ მან ბოლო გამოსვლაში სხვა შორის ციფრებიც მოიყვანა ну არ ვიცი ხა რადგან მან თქვა ხო მაგრამ ну რადგან ეს თქვა ესე იგი თქვა რომ აქ ხალხი იღუპება და საუბარია როგორც რუსეთის მხრიდან ისე უკრაინის მხრიდან კი შეიძლება ზუსტი არ იყოს მაგრამ მან ეს ხაზგასმა ქორა ამის რომ ძალიან ბევრი ადამიანი უკვე დაღუპულია ერთი ადამიანის კი გარდაცვალებული და მით უმეტეს შვიდობიანი ტრაგედია მაგრამ აი ასეთ უფრო ფრთხილი გახდა და საზოგადოებას ამ კითხვებზე ჟურნალისტები როცა უსვამენ კითხვებს უფრო ფრთხილია და კორექტულ პასუხებს იძლევა რა არის რა სირთულეებს შეიძლება წააწყდეს აი თქვენ როგორ ფიქრობთ რატომ ხდება ესე რატომ დღემდე კიდე რატო გაჭიანურდა და რატომ არ ხდება თქვათ პირველი შეხვედრები რომ დაიწყოს და აქვე მინდა გითხრათ რომ ზელენსკის განცხადებებიც უკვე თითქოს მოლოდინშია იმის რომ აი კი პირველი შეხვდება ტრამპი იმას და თითქოს ზელენსკი სხვადასხვა ინტერვიუში მზად არის რომ ხო მან აღიარა რომ როდემდე უნდა იყოს მართლა ეს თქვა მაგრამ ეს კიდე სხვა საკითხია ამას მე ძალკე კითხავ ზელენსკის მაგრამ აი ტრამპი და უშუალოდ შეძლებს რა სირთულეებს აწყდა და ზოგადად რა ვადებში შეიძლება ეს მოხდეს ის რასაც ტრამპი ლაპარაკობდა მაშინ სანამ ჯერ კიდევ კანდიდატი იყო და არჩევნები მიდიოდა მას აუცილებლად სჭირდებოდა პიარი და ამ პიარისათვის მას სჭირდებოდა ის საშუალებები ძალა და ხალხის დაჯერება იმას ეს იყოს არჩევნო კამპანიისთვის 24 საათში დაამთავრებს ამ კონფლიქტს. ეს ყველაფერი ხალხმა დაიჯერა, იმიტომ რომ ხალხი სადაც იცის უკვე 177 მილიარდი დოლარი არის გამოყოფილი მხოლოდ იმისათვის, რომ დახმარება გაუწიონ უკრაინას. მაგრამ როგორც შემდეგ ჩამოყალიბდა თვითონ აზრები როგორ შემდეგ ახლა მაქსირაზე მუშაობს ახლა ესე იგი რომ დახვეწოს ყველა სტრუქტურა გაიგო საწავი და ეს ფული და სად იქნა გამოყენებული ეს ფული ყველა ეს ფული სამხედრო სამრეწველო კომპლექსში იქნა გამოყენებული და ამ სამხედრო სამრეწველო კომპლექსს ფლობენ ის ადამიანები ის კორპორაციები რომლებიც არიან აი დემოკრატიული პარტიის უფრო მეტად მათი მხარდაჭერები რადგანაც ისინი აფინანსებდნენ დემოკრატიულ პარტიას და მის არჩევნებს ამიტომ ამ ფულის დიდი ნაწილი თუნდაც ის ბოლო რო ავიღო 62 მილიარდი დოლარი რომელიც უკრაინაზე გამოყო და ეს ტრამპმა შეიტანა თვითონ პარლამენტში კონგრესში სენატორებთან მათ ეს ყველაფერი დაამტკიცეს რომ 62 მილიარდი დოლარი უნდა გამოუღონ ამ 62 მილიარდი დოლარიდან ო ეს ყველაფერი ფული დარჩა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ყველაფერი ზელენსკიმ თქვა 177 ამერიკამ გამოყო, მაგრამ 70 მილიარდიც კი არ მოვიდაო. ისიც ამ მილიარდებში თვლიდა არა მარტო იმ ფულს, რომელსაც ისინი აძლევდნენ მათ, ფულის სახით, რომელსაც ინახავდნენ აი ნუ სტრუქტურებს ინახავდნენ, ხელფასებს უხდიდნენ, ისინი რომლებიც მოდიოდნენ მაგალითად საბრძოლველად უკრაინის სასარგებლო სხვადასხვა ქვეყნებიდან დაქირავებულები მათ სიხდიდნენ ფულს აი ეს ფულთან ერთად ის 62 მილიარდი დოლარიდან სულ იყო დახარჯული 6 მილიარდი დოლარი და ბოლო 6 მილიარდი დოლარი დანარჩენი ყველგან წავიდა ისევ სამხედრო სამრეწველო კომპლექსში ანუ ძველი ტანკი რომლებიც მისცეს უკრაინას ან ჭურვები ამ ტანკის რომელიც ძველი 60-იან წლებში გამოშვებული იქ ახალი თითქმის არაფერი არ იყო ნუ ჯაველინები რა თქმა უნდა ეს რადიოლოკაციური სადგურები რომლებიც ემსახურებდნენ
ემსახურებოდნენ და ამერიკელებს ემსახურებოდნენ. ის 11 მილიარდი დოლარი, რომელიც გამოყოფილი იყო იმ ჯარებისათვის, იმ ეკიპაჟებისათვის, ან და იმ ადამიანებისათვის, რომლებიც ემსახურებოდნენ, აი ავაქსის ტიპის დაზვერვის სამსახურები, ავიაცია, რომელიც გადაზიდვებს აკეთებდა, ეს ყველა ფული შედიოდა იმ შემადგენლობაში. და რაც მივიდა შეარაღება და ტექნიკა, აი ბოლოს რაც კი 6 მილიარდი ტრამ გამოყოფილმა ბაიდენმა, ეს მივიდა და აი ახლა რო დღეში 120-200-მდე რაკეტა და მართვადი სხვადასხვა საშუალებები, რომლებიც უპილოტო საფრენი აპარატები და ისე რომელიც გაუშვეს აიდან ეს აი ზუსტად არის ის 6 მილიარდის, რომელიც ცალკე უკვე მიწოდებული იქნა უკრაინისათვის. დანარჩენი ყველაფერი ფული ისევ დარჩა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვის დარჩა ეს? იმ კორპორაციებს დარჩა, რომლებიც უშვებენ ტექნიკას, იღებენ დაკვეთას, შეიძინეს ეს ძველი ტექნიკა, რაც იყო მისცეს აი იმ ქვეყნებიდან. სადაც შემდეგ ახალი ტექნიკა უნდა მიყიდო, რაზეც მოილაპარაკეს თქვათ ევროკავშირის ქვეყნებთან, ამერიკელებმა, რომ თქვენ ეს ტექნიკა ყველაფერი გადაეცით იქეთ, ჩვენ გაგიკეთებთ ახალ. კი, იგივე ფაში, მაგრამ როგორც კი ტრამპი მოვიდა, უკვე იგივე ფაში აღარ არის. უკვე იმ ფაში არის რა ფაშიდაც მაგალითად სანამ ეს საბრძოლო მოქმედებები არ მიდიოდა მანამდე რომელსაც ისინი ყიდულობდნენ ანუ ძალიან ზვირად ბევრად უფრო ზვირად და ეხლა ამაზეც მიდის ის მაგალითად მაკრონის და თქვათ შოლცის დაპირისპირების ისინი ამერიკის იმასთან რო არ მოწონთ რა არ მოწონთ ის რომ მათ ისინი ამბობენ ჩვენი სამხედრო სამრეწველო კომპლექსიო ჩვენი საჭიროებს იმას რომ ეს ფული და ეს გამოყოფილი იყოს ჩვენ სამხედრო სამრეწველო მაგალითად ლეოპარდების გამოშვებაში რაც ჩვენ იქეთ გავაგზავნეთ ის ფული რო ჩაგვიდოთ ჩვენ და ჩვენ ლეოპარდებს არაო ეს ყველაფერი იქნება იქ ამერიკიდან თუ იარაღს იყიდიდან თუ არა და ეს ყველაფერი თქვენი დახმარება იმ ომისათვის ეს თქვენი ევროპაში არის ომი და პასუხისმგებლობა თქვენია მე თქვენ უელსის სამიზე მაშინ რო იყო პირველად ის პრეზიდენტი მაშინ ეს ამოცანა დავსვე ეს მოთხოვნა თქვენ გქონდათ გაკეთებული რომ 2%-ზე ზევით ყოფილიყო და არა ნაკლებიო მაგრამ თქვენ ამას ყურადღება არ მიაქციეთ ეხლა არ უნდა იყოს ნაკლები 4-6% უნდა იყოს შიდა პროდუქციის ეს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ტრამპის სახით უკვე ყველას დაუსვა ეს ამოცანა რომ ყველა ნატოს ქვეყანა თუ ამას არ გააკეთებს ის შეწყვეტს დახმარებას რაც ეხება ეხლა ის დახმარება რომელსაც უცდის ზელენსკი რომ ეს დახმარება მოვა და ის იბრძოლა შეიძლება დახმარებას მივიდეს თქვათ მივიდა დახმარება მასთან ის ტექნიკა შეარაღება მაგრამ პირადი შემადგენლობა აღარ აყავს უკვე ის მობილიზაციას ვერ აკეთებს აი 800,000-იანი ჯარი ყავს უკრაინა ეს სარაკეტო დარტყმები ყველაფერი მას აქვს ის რომ თავდაცვითი ბრძოლები ჩაატაროს ამისთვის აქვს მაგრამ ის უკვე ვეღარ ატარებს გამოიფიტა ეს ჯარი და ის ვისაც ის იწვევს მობილიზაციას ვისაც უკეთებს ისინი ვერ უკლავდებიან რუსეთის 600,000-იან ჯარს მართალია რუსეთს ავიაცია ყავს მართალია რუსეთს სარაკეტო დარტყმებიც აქვს ამათაც აქვს ხო ესენი სამართლიანასაც ასრულებენ მაგრამ ამათ აღარ აქვს უკვე ის საშუალებები ის მებრძოლი ისინი ნაწილები რომლებიც ამ მომცანას შეასრულებენ მაგრამ ძალიან ბევრი არის რომელიც ჩამოდის მოხალისეები ჯგუფებად იკრიბებიან მაგალითად 200 სადესანტო ნაწილების პირადი შემადგენლობა რომელიც სუმის ოლქში იყო იქ სადღაც განლაგებული ბაზაზე სადაც იყო იქ სარაკეტო დანადგარებიც და საწყობებიც მასე და ისინი იქნა 2 დღის წინ დაბომბილი სარაკეტო დარტყმები თანაც აი მაღალი თასად 8-10,000 კილომეტრს რომელსაც გადის ის საათში აი ასეთი ისინი დანადგარები დაბომბილი იქნა და 200-ზე მეტი მე-200 ტვირთია იქ და ყველა პოლონეთში გადაყავდათ ყველა ამერიკული იმით რა ქვია ნუ ამერიკული და ნატოს იმით შოუნფრენებით გადაყავდათ ეს ამდენი დაღუპული ხართ ეს ყველა რომელიც კურსკის ოლქში უნდა შესულიყვნენ და აუცილებლად უნდა გაეკეთებიათ კონტრშეტევა კონტრშეტევის ისინია იქ რამდენიმე მიზეზი იყო კურსკის ოლქში აბა რა უნდათ ისე განა იმიტომ რომ რაღაცა პიარის ისინი ყოფილიყო არა
იქ არის ის ამოცანა, რომელსაც დასავლეთის მიერ არის საინტერესო, რომელიც ჭირდებათ მას. უპირველეს ყოვლისა გაზის ისინი დახურეს უკვე, იქიდან განაწილება არ ხდება, უკრაინამ ჩაკეტა ეს ყველაფერი და უკრაინა ითხოვს ახლა რუსეთიდან. აი ეს გაზის გამონაწილებელი ისინიო თქვენ ტერიტორიაზეო და თქვენ იქიდანო ჩვენთან გაზს არ უშვებთო. და თქვენო ჯარიმები და ისინი რაღაც სისულელეები რაღაც ეს ისინი და ამაში და ამაში დასავლეთი უჭერს მხარს. და გაზი იქიდან რუსეთი ყოველთვის მზად არის მიაწოდოს უკრაინის გავლით, რომ წავიდეს სლოვენიაში, მაგალითად სლოვაკეთში რომ წავიდეს მაგალითად გაზი. მაგრამ ეს არ ხდება. მაგრამ ეს ერთ-ერთი მიზეზი იყო და მეორე და ძირითადი და მთავარი მიზეზი არის ის, რომ მეორე რეაქტორი, რომელიც შენდება და იმ რეაქტორში ესე იგი ტურბინები იქნა დაყენებული ისეთი, რომ კურსკის ატომური რეაქტორი, რომელიც ისეთი არ არის, როგორც ეს ყველა დანარჩენი რეაქტორები არის. ეს რეაქტორები არის 235 ურანზე გათვლილი და მის მიერ რომელიც მარტო ერთადერთმა მხოლოდ რუსეთმა შეძლო ვორონეჟის იმ საცდელებში გაეკეთებინა ასეთი ურანი 235, რომელსაც ნარჩენები არ რჩება. 238-ს ნარჩენები რჩება, ესე რომ გამოიყენებ, შემდეგ ის გამოცვალა ახალი რჩება და ეს რადიოაქტიური ნარჩენები რჩება. იქ არ რჩება ეს ნარჩენები. ის გაკეთებული არის ეს რეაქტორი რაღაც ახალი პრინციპებით, ახალი ბაზი არის აგებული და ესე გოჩით სადღაც 30 წლით რუსეთის ატომური წარმოება საერთოდ ატომთან დაკავშირებული ყველა ოპერაციები, რასაც ისინი აკეთებენ არტოვთან მიმართებაში, უსწრებს თელ მსოფლიოს. და ეს ჭირდებათ მათ აი ზუსტად როგორ აკეთებენ, იმიტომ რომ ცენტრიფუგები, რომლებიც რუსეთს აქვს, მსოფლიოში მეც არავის არ აქვს ასეთი, იმიტომ რომ თუ მთელი მსოფლიო 1 ტონა ურანს გამომიმუშავებს, რომელიც გაზლიერებული არის ურანი და რომელიც უკვე საჭირო არის იმისათვის, ბირთვული იარაღისათვის გამოსაყენებლად. ამას ის ერთი ეს ცენტრიფუგა რუსეთის აკეთებს 8 ტონას, 8-ჯერ უფრო წარმოებულია და 8-ჯერ ახლა წარმოიდგინეთ რამდენი იარაღის და რამდენი საშუალება აქვს რუსეთს, რომ ეს მართოს. ამის გარდა რუსეთი ატომურ ელექტროსადგურებს აშენებს 35 ქვეყანაში. და ყველა ეს ქვეყანა პოტენციურად არის ის, რომ შეძლებს ესე იგი ის რომ აშენდება ეს ატომური ელექტროსადგური, შეძლებს იქიდან გამოიყვანოს ეს ურანი და ამ ურანით შეიძლება შექმნას ბირთვული იარაღი. აი რაზეც ლაპარაკობდა ახლა რუბენი იყო ასეთი ის ისრაელის ამერიკელი, რომელიც ისრაელის ატომურ იმაზე ლაპარაკობდა, რა ქვია, პროგრამებზე. და ის ამბობდა რომ აუცილებლად თუ ეს ატომური ელექტროსადგურები, ორი რეაქტორი, ორი ატომური ელექტროსადგური შენდება 4 რეაქტორია, 2 არის თურქეთში. ესე იგი, სადღაცო 5-10 წლის შემდეგ თურქეთს ექნება ბირთვული იარაღი. და თუ ექნება ბირთვული იარაღი, უკვე ასეთი უბრალო ენით იმას ვერ დაელაპარაკებენ. ამიტომ საჭირო არისო, რომ თურქეთსა და ისრაელს შორისო, აი მომავალ 3-5 წლის განმავლობაშიო, აუცილებლად ეს დაპირისპირება მოხდება. მით უმეტეს დაპირისპირება ისედაც არის. მით უმეტეს დაპირისპირება, სადაც ახლა თურქეთი შევიდა, ამერიკელები მხარს უჭერენ სირიაში ქურთებს, თურქები მათ წინააღმდეგ არიან გაწყობილი, იმიტომ რომ ქურთების ის რაოდენობა, რომელიც არის თურქეთის ტერიტორიაზე, სირიაში, ირანის ტერიტორიაზე და რომელიც არის ერაყში, საერთო რაოდენობა 35-40 მილიონს აღწევს. ჩვენ საქართველოს გონია დიდი სახელმწიფო და ისინი და ჩვენ 3.5 მილიონი ვართ, ხო, 4 მილიონი. თქვათ, აი თუ დაბრუნდა ქართველების მოსახლეობა, რომელიც მოქალაქეები გასული არიან ჩვენი ტერიტორიიდან. და იქ ამდენი არის და ისინი მათ თუ შექმნეს სახელმწიფო, ესეთი სუსტი სახელმწიფო არ იქნება. ისრაელი რამდენია? 9 მილიონია და ნახეთ რა ებს აკეთებს, ხო? აი ეს გოლანდის სიმაღლეები აიღო 30 კილომეტრზე შევიდა და არც აპირებს იმის დათმობას. არც აპირებს, გაუნადგურა მთელი სამხედრო ბაზები, გაუნადგურა ყველა იარაღი რაც ჰქონდა, შეკრიბა ეს იარაღი და ეს იარაღი დახურული რაღაც არხები დაემით უკრაინას მიაწოდა. და სირიის აი ამ იმას დაჯგუფებას, რომელიც ახლა ხელისუფლებაში მოვიდა, ამას ყველაზე მეტი მხარდაჭერა ვინ გაუკეთა? ნუ ამერიკის შეერთებული შტატები, ამას მხარდაჭერა გაუკეთა უკრაინამ.
მთელი შეიარაღება, საფრენი აპარატები ისინი, რომელიც აი ზუსტად ბაიდენის მთავრობიდან, რომლებმაც გამოყეს იარაღის ფული, რასაც ზელენსკი ამბობს ამ ფულზე. აი აქედან ეს იარაღი და ისინი წავიდა იქეთ. აი ზუსტად ალ-კაიდაში წავიდა. ალ-კაიდას, რომელზეც ესე გამოცხადებულია როგორც ტერორისტული ორგანიზაცია. მაგრამ ალ-კაიდას იმას მხარი დაუჭირეს, ხო? მაგრამ ალ-კაიდას იმას 28 ერთმანეთს დაპირისპირებული სირიაში ის ორგანიზაციები და ის ხალხი, რომელიც ენები და ასე შემდეგ, ალავიტებიდან დაწყებულია ეს ირანის მომხრეები და ისინიც არიან. ისინი დაპირისპირებულები ერთმანეთთან არიან და ყველა ისინი ღებულობს ერთიდან, ისიც ღებულობს და ისიც ღებულობს იარაღს და შეიარაღება. ხო წარმოგიდგენიათ რა მდგომარეობა? იქ მშვიდობის დამყარება თითქმის შეუძლებელია რუსეთმა რატო შეწყვიტა აი ამ იმასთან ასადთან აი ეს ურთიერთობები და რატო გამოიყვანა, იმიტომ აზრი არ ქონდა, უბრალოდ ჩაბმულიყო ამ საბრძოლო მოქმედებებში, იქ გამოიყო ძალიან დიდი რაოდენობით თანხები, ტექნიკა, შეიარაღება და თავისი პრობლემები ახლა რუსეთის საბრძოლო მოქმედებებში. უკრაინა დაინტერესებული იყო რუსეთი იქ ჩართულიყო, რადგან გაიყოფოდა ძალები და მას უფრო მეტი საშუალება ექნებოდა, უფრო შესუსტებოდა რუსეთის შეტევა უკრაინაზე. მაგრამ დღეს მდგომარეობა, რომელიც იქ არის, უკრაინა რუსეთის საბრძოლო მდგომარეობა ძალიან რთულია და ის, რასაც ტრამპი ლაპარაკობს, რომ დაუთმობო, შემდეგ რიტორიკა შეიცვალა. ეხლა უკვე 100 დღე. ეხლა 100 დღეზე იმაში ხდება და ტრამპმა მივიდა და ერთ-ერთი განცხადება ასეთი გააკეთა, რომ ჩვენ იქიდან რადგან იქ ვიომე დამდენი ფული იქ დავხარჯეთ, ჯერ გავარკვევთ სად წავიდა ეს ფული, შეიძლება ყველა იქეთ არ არის წასული და აქეთ არის, მაგრამ იქეთ რაც ფული წავიდა უკრაინაში, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა ამოვიღოთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ფულის სახით იმას ვერ ამოვიღებთ და თუ უკრაინას ჭირდება რომ ჩვენ დავეხმაროთ, მაშინ ჩვენ უნდა დაგვითმოს ის ლითონები, რომლებიც იშვიათი ლითონები არის და სხვა ბევრი რაღაცა. უკრაინაში მთელი მენდელეევის ცხრილია. და ეს ლითონები, რომელიც იქ არის, მისი რაოდენობა იშვიათ ლითონებზეა ლაპარაკი. მისი რაოდენობა იქ არის 500 მილიარდის. და ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გადავიდეს ამერიკის ხელში. თუ ამაზე შეთანხმდებიან უკრაინასთან, თუ შეთანხმდებიან ბევრ კიდევ სხვა საკითხებზე, მაშინ მათ ექნებათ იმის საშუალება, რომ უკრაინას მხარი დაუჭიროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და შემდეგ რუსეთთან უკვე ექნებათ ამაზე სალაპარაკო. ამ თემაზე. დანაც რუსეთი უნდა დათანხმდეს. რუსეთის პრეზიდენტმა პირდაპირ თქვა, რომ ჩვენ არავითარ ლაპარაკის იმაში არ ჩაერთვება, არც ევროკავშირი ჩაერთვება. და არც უკრაინა არ ჩაერთვება. ჩვენ რასაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ველაპარაკებთ, მაგრამ აქ არ იქნება არავითარი ლაპარაკი იმაზე, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მაგალითად, ხო, უკრაინის ტერიტორიაზე რაც სიმდიდრეები არის, ამის სანაცვლოდ ის მიიღებს ესე იგი გადაწყვეტილებას და იბრძოლებს. ამის ისინი არ იქნება. ამიტომ ის, რასაც ლაპარაკობს, რაც რიაბოვმა 2021 წელს დეკემბერში რო გააკეთა განცხადება, მაშინ ჩამოთვალო ეს 26 პუნქტი. ხო, რაზეც უნდა გაკეთდეს და ძირითადი მიმართულები დენაციფიკაცია, დემილიტარიზაცია და არსად ბლოკში გაერთიანება. შენარჩუნდება სახელმწიფოებრიობა. თანაც იქვე არის ნათქვამი, რომ უნდა შესრულდეს მინსკის ხელშეკრულება, რუსეთს არ აქვს არავითარი პრეტენზიები უკრაინის ტერიტორიაზე, არც ლუგანსკის ოლქზე, არც დონეცკის ოლქზე, მხოლოდ და მხოლოდ რჩებოდა ერთი ყირიმი. და ამიტომ ეს ყველაფერი თავის ტერიტორიულ ფარგლებში ჩვენ ვიმოქმედებთ, მაგრამ ეს 3 პუნქტი ამოღებული უნდა იყოს, ესე იგი, რომ უკრაინა წავა ნატოში, უკრაინა შექმნის ძლიერ ჯარს და ეს ჯარს ექნება პრეტენზიები ტერიტორიებზე, თქვა ყირიმზე და ასე შემდეგ, ვარი უნდა თქვას ამაზე, მაგრამ ეს დრო, რადგან რუსეთმა უკვე დაკარგა ამდენი პირადი შემადგენლობა, ცოტა არ არის დაღუპული. 700,000-ზე მეტი არის და ზოგი ამბობს 800,000, მაგრამ თქვენ იცით, რომ შტაბი იწვრილება. ამიტომ ჩვენ ინფორმაციას ახლა რომელიც ამბობს რომ ეს თქვაო ამერიკის ომის შესწავლის ინსტიტუტმა, იმასაც არ აქვს ეს ინფორმაციები, იმიტომ წყარო, საიდანაც ისინი იღებენ, არ არის ესე იგი ზუსტი ეს წყარო. ასეთივე წყაროს ესე იგი არ აქვს ამ წყაროს ზუსტად აი ასეთივე მეთოდით, ალბათ რუსებიც ამჟავნებენ, იმიტომ რომ მე პირადად რამდენიმე ისინი სხვადასხვა წყაროებიდან რო შევადარე, მაგალითად ის დაღუპულები, რომელიც სუჯის იმაში იყო, იქ
სულ მხარეს არ ამბობს ზუსტად რაც იყო მე ვიცი იქიდან უკრაინის იმას რაღაც გავათანაბრდა და ისინი არასწორად ამბობენ ამიტომ ჩვენ უკვე ბოლო იმაში თქვენ ალბათ ატყობთ რომ ჩვენ უკვე ამ სხემებს და იმას აღარ იმაშვებით იმიტომ რომ ზუსტი მონა ჩვენ არ ვართ იქ ჩვენ რო დავთვალოთ და რაღაცა და ვინც იცვლის ისინი არასწორად იცვლიან არც დიდი ბრიტანეთის არც პოლონეთის არც უწინ აკეთებდა ისრაელი ახლა ისინი აღარ აკეთებენ უკვე ებრაელებს აღარ აკეთებს დაზვერვის იმ მონაცემ ციფრებს არ აღჟღავნებენ რადგან არ არის უფრო მეტად ზუსტი არის რომელსაც რუმინელები აკეთებენ და მოსკოვის ამერიკის შეერთებული შტატების ომის შესწავლის ინსტიტუტი აი აქედან გამომდინარე ტრამპს მე რასაც ვფიქრობ ამოცანა აქვს რომ დაიბრუნოს ფული ტრამპი არის მეწარმე ის ომს ისე ტყუილად ჩაარდებდნენ ფულს, იომებდნენ და ამ ფულით ესე იგი ესენი მიიღებდნენ აი დივიდენდებს, რაც მართავდნენ რუსეთის წინააღმდეგ, ეს არ არის ასეთი ის არის მეწარმე და ის ძალიან კარგად ხდება, რომ სოფლიო უკვე ხდება არა ერთპოლუსიანი, არა ერთპოლუსიანი როგორც დღეს იყო ეს. უკვე პოლუსები იცვლება, ორი და შეიძლება მეტი. ანუ მონდიალისტური და სოფლიო გადადის დუალისტურ მდგომარეობაზე. მაგრამ რა სიმდიდრეები არის იმაში, რა ქვია, უკრაინაში, რომელსაც ტრამპთან დაადო თვალი და რომელიც მას უნდა. ამ სიმდიდრეები და რაც მას აქვს ტრამპს დადებული თვალი და რასაც ითხოვს ის რომ შეიძლება ამაზე წავიდეს ლაპარაკი. აქედან ესე იგი 4/5, ანუ 90% უკვე მათ ფლობელები ყავს. ფლობელები ის კორპორაცია BlackRock და რაღაცა ისინი ბევრი კორპორაცია რომელიც ფლობენ. რას ფლობენ? BlackRock ფლობს მაგალითად 44 მილიონი კვადრატული ჰექტარისა, ხო? 14 მილიონი უკვე ნაღიდი აქვს მათი არის, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზეა უკვე. და ბევრი ისინი საბადოების და ისინი უკვე რუსეთის ტერიტორიაზე. ნუ ქვანახშირი, მისი რა ქვია, სხვადასხვა ისე ლითონების, მეტალურგიის, კოქსები, რომელიც კოქსი აი ბოლოს აი უყურახო ახლა აიღებს რუსებმა და ყოველდღე იღებენ. აი ბოლო მარტო ერთი თვის განმავლობაში აღებული აქვს 103 სოფელი და დასახლებული პუნქტი მათ შორის ქალაქები. ეხლა ქალაქი ისე აიღეს, აი ყურახო და ისინი არ შესულან გამაგრებული რა ტორეცკი შიგნით გამაგრებული იყო მთლიანად არ შესულან შიგნით ალყა შემოარტყეს და ისე გააკეთეს რომ ის უკრაინელი ჯარი იქიდან ძლივს გამოასწრო გამოსვლა იმიტომ რომ უკრაინას არა მარტო ისი საშუალო 800,000-იანი წერია მაგრამ ბრძოლის ველზე როდესაც ბატალიონის მეთაურს ეკითხებიან რამდენია შენთან დაკომპლექტებული არც ერთი ბატალიონი არ არის 40%-ზე მეტი განდა ის ისეთი ელიტარული რომელიც მაგათ ყავთ ეს ძალები რომელსაც ისინი უშვებენ ძალიან კარგად საერთოდ უკრაინის ჯარი ძალიან კარგად და მაგრად მომზადებული არის ის რასაც ზალუჟნი მე და თქვენ გადაცემაში რო ლაპარაკობდი ზალუჟნი რო ამბობდა რომ ჩვენ ის ტაქტიკა რომელსაც ჩვენ გვთავაზობს ნატო და დასავლეთი ეს ტაქტიკა ჩვენთან ვერ იმუშავებს ჩვენ იმ ტაქტიკით უნდა ვიმუშაოთ რომელსაც ჩვენ რუსებს ვიცნობთ რა ტაქტიკაც უნდა იყოს ამაზე 10,000 რაღაცა ისინი ყავდა იმიტომ რომ დასავლეთის ბრძოლის ტაქტიკა შეჯახებული ნაწილები არსად ის არ შეჯახებულა მეორე მსოფლიო ომის დროს და მეორე მსოფლიო ომის დროს სად შეეჯახა მხოლოდ ლამანში რო გადმოლახეს მაშინ მეტი არაფერი და აფრიკაში იყო რაღაც შეჯახებები და ისინი იქ ისიც რომელიც ჯარი იყო 10 ჯერ უფრო ნაკლები და წინააღმდეგობები რაც რომელიც ჯარმა გაუწია მაგ ამ წინააღმდეგობებს ისინი ვერ უძლებდა რო არ ჩართულიყო ისე საბჭოთა კავშირი მაგალითად ლამანშის იმაში საბჭოთა კავშირის გერმანია მიქრაც დივიზიები მიაყენა ამ დივიზიებმა თითქმის ზღვაში უკან გადაყარეს ისინი რომ არ დაეწყო საბჭოთა კავშირს უკვე შეტევითი პოზიციები და ბერლინის აღების იმასა ეგ მაშინ იყო ის დააბრუნეს ეს ჯარები უკან რომელმა გამოიყვანა თავისი ჯარები არ დაბომბა ჰიტლერმა კი უბრძანა რომ გაანადგურეო პარიზი მაგრამ ეს არ გააკეთა მან მაგრამ იქიდან ჯარები გამოყვანილი 150 დივიზია მთელი ევროპა ებრძოდა საბჭოთა კავშირს ებრძოდა მტერი მაგას ისინი არ ყავდა იმათ დანებდნენ უბრალოდ ებრძოდნენ საბჭოთა კავშირს და ის ძალები რაც იყო დახარჯული საბჭოთა კავშირის ფრონტზე 256 დივიზია რომელიც სხვადასხვა ამ დროების მანძილზე რომელიც მთელი ევროპის დივიზიები მას ებრძოდა. მაინც ჩეხეთის იმაზე ავიღოთ ჩვენ. ჩეხეთში ქართველები მეტია დაღუპული ვიდრე ჩეხები. 140,000 საბჭოთა ჯარისკაცია იქ დაღუპული და 14,000 ჩეხი განთავისუფლების დროს.
9 მაისზეც იყო იქ ბრძოლა თუ გახსოვთ თქვენ, უკვე ბერლინზე მოწერილი იყო ხელი და კიდევ იქ ბრძოლები მიმდინარეობდა. მე რისი თქმა მინდა, შეფასება, როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ ჩვენო მეორე მსოფლიო ომში გაიმარჯვეთო, რა თქმა უნდა, ჩვენ საბჭოთა კავშირმაც დაგვეხმარაო. აი ასეთი შეფასების ისინი ახლა ოსვენციმში იქ შეხვდნენ, აი როცა გაანთავისუფლა, ვინ გაანთავისუფლა? საბჭოთა დივიზიამ გაანთავისუფლა ოსვენციმის ისინი, ვინც იქ იყვნენ ტყვეების საკონცენტრაციო ლაგერში, იმაში ბანაკში ვინც იყო განლაგებული. მაგრამ იქ რომ მთელი ევროპა და ევროკავშირი შეიკრიბა იქ, ის რომელსაც გამარჯვებას იქ მონაწილეობა არ მიუღია. მაგრამ იქ არც ბელორუსიის და არც რუსეთის ისინი მიძღული არ იყვნენ. არც მათ შორის საქართველოს, რომელიც ომობდა და 300,000 მეტი ჯარისკაცი დაღუპა, იმიტომ რომ ბევრი სხვამს დაღუპაო, როცა შედარებას აკეთებდნენ და მინდა რომ იცოდეს საზოგადოება, რომ შედარება აქ მიდის არა ის, რამ საქართველოსგან რამდენი ადამიანი დაიღუპა, რამდენი წავიდა ფრონტზე და რამდენი დაბრუნდა, ნახევარი დაბრუნდა. აი ასეთი არავის არ ქონია, ვინც წავიდა თქვა 100 კაცი და 50 კაცი დაღუპული იყო. ეს მარტო საქართველოს ჰქონდა ასეთი. და ამიტომაც არის რომ ყველაზე დიდი წილი ვინ შეიტანა, მაშინ საქართველოს აი პატარა იყო, მაგრამ ამხელა წვლილი აქვს შეტანილია გამარჯვებაში. ამიტომ ტრამპის შეხედვა, რომ ჩვენ გონია, რომ ტრამპი ყველა საკითხებს გადაწყვეტს და ახლა ყველაფერი გაკეთდება, ის რაც ტრამპმა თქვა უკვე, თქვათ ოჯახზე რაც თქვა, რომელიც ჩვენ სასარგებლოდ არის, ის რაც თქვა უსაიძე, რომელიც თქვა აი ასეთი რომელიც მიდის ახლა 3 თვით შეაჩერას, ხო? მაგრამ უკვე ბევრი ისინი ჩამოხსნეს ისინი, იმიტომ რომ ისეთი რაღაცაა, მარტო იმად რა ქვია თავმჯდომარემ ამ კომისიის რაც იყო შექმნილი, ხელფასი ჰქონდა $180,000 წელიწადში. და 6 მილიონი ჰქონდა ის რა ქვია მას დაგროვებული ფული და ეხლა როცა 2 წლის განმავლობაში მას გაუხდა 30 მილიონი შემოსავალი. ეს საიდან? თანაც ის რასაც USAID-ის ფულს ხარჯავდნენ სასარგებლოდ დემოკრატიული პარტიის არის 46 მილიონი წევრი ყავს დემოკრატიულ პარტიას. რესპუბლიკურ პარტიას ყავს 26 მილიონი წევრი. ხო წარმოგიდგენთ, ორჯერ დიდია თითქმის, ხო ეს პარტია. და იმ პარტიას, რომელსაც წინა არჩევნებში ტრამპი ღებულობდა მონაწილეობას და ვერ გაიმარჯვა, ზუსტად აი ესენი ეხმარებოდნენ. აი ამაზე გამოდის ახლა და რობერტ კენედი ამბობს, აბა მაშინ გამაგებინეთო, როგორ არისო, რომ USAID იღებს ფულს იმიდან CR-დან სადაზვერვო ორგანიზაციიდან და რომელსაც ქვეყანაში ის იმ ამოცანას ასრულებს, რომელსაც CR ავალებს ამ ამოცანის შესრულებას. მათ შორის ჩვენთანაც საქართველოში. ესე იგი როგორი დახმარება არის დემოკრატიის, რომელი განვითარება არის, როდესაც CR იღებს ამაში მონაწილეობა. თქვენ გახსოვთ, რომ ირმაინაშვილს ჰქონდა აი ასეთი ერთ-ერთი იბაზე, USAID-ზე ჰქონდა ზუსტად ეს გადაცემა, რამდენი 108 მილიონი დოლარი და სად რამდენი მიდის. და ახლა ნახეთ წელს ყველაზე მეტი ფული, ხო, 288 მილიონი აი USAID-ის ფული წავიდა უკრაინაში. და საქართველოში 36 მილიონი. იქ კარგი ომია და რაღაცა დახმარებებია. რა თქმა უნდა, USAID ძალიან ბევრ კარგ და საქმესაც აკეთებდა, ძალიან ბევრს. ბევრი ხელმოქმედების ისინი ეკლესიის უმცირესობა ვინც არის, ერების უმცირესობა და რაღაც ბევრი რაღაცები. მათ შორის ახალგაზრდებს რომელსაც ის ამზადებდა, მაგრამ როგორც ჩვენ უკვე ხვდებით, ახალგაზრდების მომზადება აბსოლუტურად არ მიდიოდა საქართველოს სასარგებლოდ. არამედ ისეთ განათლებას და იმას აძლევდნენ, რომელიც საქართველოში მას სულაც არ ჭირდებოდა. აი თქვენაც ახლა ხშირად ხვდებით, ხო? ბატონო მერა, ჩვენ ვზივართ და ვლაპარაკობთ ახალგაზრდები გამოდიან და აი ტელევიზორში უსმენ. რა სისულელეს ლაპარაკობენ. ვაბრალებენ ერთ-ერთ იმაში ბევრჯერ იყო გავიგონე, მაგრამ ერთ-ერთ ისეთში გამოდიოდა ამბობდა ნეტა როდეს ამოწყდება ეს საბჭოთა კავშირის თაობაო. ეს ჩვენზე მათ შორის თქვენს ახლა იმიტომ რომ თქვენ ჩამოყალიბდით მაშინ, ხო? ეს თაობა როდეს ამოწყდება? იმიტომ ეს ამბობა ესე იგი არიანო, აი პრადვინუტები არ არიანო რა. ესენი ყველა ლენჩები არიანო. და მე მინდა უთხრა კაცო, ამ თაობას თქვენ რომელსაც ახლა ერჩით, თქვენ რასაც დღეს ღებულობთ და იყენებთ იმ ტექნოლოგიებს, ამ ყველაფერს ცხოვრების წესებს, რაც არის თქვენთვის გაკეთებული, ეს იმ თაობის გაკეთებულია, ჩემი წინა თაობის, ჩემი თაობის, ჩემი შემდეგ თაობის, მათი გაკეთება, რომელსაც თქვენ იყენებთ. მაჩვენეთ თქვენ რას აკეთებთ დღეს, რომელიც უნდა გამოიყენოს მომავალმა თაობამ. რას აკეთებთ აი ასეთ. ჩვენ მივდივართ ევროპაში. კი ბატონო,
ევროპაში წასვლა მაინდამაინც ისეთი რთული არ არის. იყიდე ბილეთი და წავდი. ყავა გინდა პარიზში დალიო და არა ჩელიაბინსკი. ვინ გეხვეწება? ვინ გიძახის ჩელიაბინსკი? წავდი და შენ ქვეყანას მოუარე. მე მინდა ვიცოდე რომ ჩვენ ევროპელები არ ვართ. და ღმერთს კიდო დიდება რომ ჩვენ ევროპელები არ ვართ. ჩვენ ვართ კავკასიელები, ვართ იქ სადაც ვართ და ჩვენ ვიცავთ ჩვენს იდენტობას, კულტურას, ჩვენს ვიცავთ, ჩვენ რაც არის ჩვენი. კიდე კარგი რომ არ ვართ ჩვენ ევროპელები და ევროპაში არ ვართ. თორე ჩვენ უკვე აღარ ვიქნებოდით, როგორც ერი აღარ ვიქნებოდით უკვე. საერთოდ არ ვიქნებოდი ის რაც დარჩით, აი ამას რასაც ვებრძვით, რო გვინდა შევინარჩუნოთ. სუვერენიტეტი რომელიც გვინდა აი ბატონ ვერაფერ ხშირად ლაპარაკობს სუვერენიტეტზე. სუვერენიტეტი რომელიც გვინდა მე შევინარჩუნო, მე ჩემი ქართველობა მინდა შევინარჩუნო. მე იმ საბჭოთა ჯარისიმაში როგორც კი საქართველოს დამოუკიდებლობა იმ დღესვე იქიდან წამოვედი. აფხაზეთის ომში იმ დღესვე იქეთ წავედი მე იმ ომში და ჩემი სტანები 1129 ოფიცერი ჩამოვიდა იქ. აფხაზეთის ომში იმ საბჭოთა კავშირის საქართველოსთან კი არა იქიდან ჩამოვიდა აქ ვინც იყო კიდე ისინი იბრძოდნენ რას ერჩით იმ თაობას რა არ მოგწონთ ის თაობა რომელსაც უნდა რომ ქართველები დარჩეთ და ქართველები ვიყოთ რომ ქართული ვისწავლოთ მაგრამ ჩვენ მოგვიწევს ქართული სასწავლო და გავიგოთ რა არის ქართული ენა ალბათ თურქეთში წასვლა ის ისინი ვინც შემორჩენ ტაუღლარჯეთში ვინც შემორჩა ანდა წავიდეთ ფერაიდნელებთან და იმათთან ვისწავლოთ იმიტომ ისინი ინარჩუნებენ ლექსებს ამბობენ უფრო მეტად არიან დაინტერესებული ჩვენ კიდე ჩვენი ტერიტორიები ახალქალაქში ქართულს ვერ ნახავ გარდაბანის იმაში ქართულს ვერ ნახავ და ეს ტერიტორიები ისე გვაქვს მიტოვებული, რომ მე ვიღაცა მას დაიპყროს ეს ტერიტორია, უბრალოდ შემოვლენ და ყველა ერთი ეროვნების ისინი იქნებიან იქ. და მე ვინ დაგვიბრუნებს იმ ტერიტორიას? ცოტათი კონფლიქტი რომ მოხდეს, გათავებულია ეს ტერიტორია. ვინ იცავს ამ ტერიტორიას? თქვენ წახვალ გინდა წახვიდეთ პარიზში და იქ დალიოთ ფინჯანი ყავა. მე ასე ვფიქრობ, რომ ქართველობა შენარჩუნდება მხოლოდ საქართველოში. და ქართველებთან ერთმანეთში როდესაც ვიქნებით ჩვენ ერთმანეთს გვერდში რო დაუდგებით მაშინ შენარჩუნდება სხვანაირად ის არ იქნება და ამისი ყველაზე პირველი რაც საბჭოთა კავშირში კენედიმ რომ მოახსენეს კენედი აი როგორ გაგვასწრო საბჭოთა კავშირმაო იმაში თანამგზავრის პირველი გაუშვესო და შემდეგ კოსმონავტის პირველი გაუშვესო როგორო და მოახსენეს ვარ ჩვენ ბომბები თუ ატომური ბომბები მაშინ ამერიკას უფრო მეტი ჰქონდა ვიდრე საბჭოთა კავშირს ვერს ბომბები თუ ვერს ჟარები თუ ვერს ფმეხები თუ ჩვენ საბჭოთა კავშირს ვერ მოუგებთო იმიტომ რომ საბჭოთა კავშირმა ჩვენ ეს ყველაფერი მოგვიღო სკოლის მერზე განათლებით მოგვიღო და 90 წელს როგორც კი შემოვიდა დასავლეთი პირველი რა გაანადგურეს განათლება მიიყვანეს ნოლზე საქართველოში შექმნეს 73 უმაღლესი სასწავლებელი იყო 18 5 მილიონზე ეხლა არის 73 და თანაც რამდენი საზღვარგარეთ სწავლობს კიდე და ყველა უმაღლესი განათლებით და ყველა ტაქსისტი უმაღლესი განათლებით არის ყველა მაღაზიაში შეხვალ ვინც ვაჭრობს ანიგ რაღაცას ყიდის რაღაცას იმას აკეთებს ყველა მთელი მასწავლებელი სამხედრო ყველა გახდა ვაჭარი პოლკოვნიკი სირცხვილი აღარ არის, უკვე მაღაზიაში რომ დადგეს და იყვეს დარაჯი კარებში, გააღოს და დახუროს კარები. და თქვენ არ სხვენიათ, რომ პოლკოვნიკი იქ დგას? თქვენ არ სხვენიათ, რომ აგინებთ იმ თაობას? ხო, თქვენ კიდევ არ სხვენიათ, რომ პროფესორები და ისინი, რომლებიც ესე იგი საერთოდ გარიყულები არიან იქიდან, იმიტომ რომ არ არის ისეთი პროდვინუტი, რასაც თქვენ ლაპარაკობთ, რომ უნდა იყოს. აი ეს არის აღზრდა. ეს არის, რომ შენი ქვეყანა თუ არ გიყვარს, ნუ გაუბრაზდები, ნუ თურქს, ნუ რუსს, ნუ იმ აფხაზს, რომელიც შენ შეგეწინააღმდეგა და მისი ტერიტორიები არ აქვს მნიშვნელობა როგორ დაეზღოთ. თუნდაც ის ცხინვალის იმას. იმიტომ შენ არ გიყვარს შენი მიწა. და იმან თუ დაიბრუნო და შენსგან იზოლაცია გაიკეთა, უნდა გებულობდი რატომ მოხდა ეს ყველაფერი. და ზუსტად ამიტომ მოხდა რომ შენი არ გიყვარ, შენი მოსახლეობა არ გიყვარ, შენი ქართველობა არ გიყვარ, შენი კუთხე არ გიყვარ, სიყვარული იმაში გამოირჩევა რომ შენ რა მოგწონს, წახვალ პარიზში ყავას დალევ, თუ ის არ მოგწონს რომ ჩელიაბინსკი, ვინ გიძახის ჩელიაბინსკი, რა გინდა ჩელიაბინსკი, მოუარე შენს მიწარს, არც ერთი ქარხანა არც ერთი ის დაწესებულება რაც უნდა აყვავდეს და გაიზარდოს და მოუტანოს საქართველოს თავისი აი ის მოგება რომ ქართველმა ადამიანმა ამოისუნთქოს და ისაქნას იცხოვროს ნორმალურად არა იმიტომ რომ თუ ჩინეთმა თავისი ოლიგარხები ემსახურებიან მოიყვანა ისეთ მდგომარეობაში ემსახურებიან ჩინეთს
აბა მივიდეს ვიღაცა მოიპარუდა რაღაცას. ყოველ წელს 20-30 ასეთი ოლიგარქი, ვინც გაიტანა მოიტყუა ფული ისახნა, ყველას ისინი სიკვდილი დაჟარეს. იმიტომ რომ ის არა ადამიანს კლავს, ვინც მკვლელობა ჩაედინა, არამედ ის სახელმწიფოს კლავს. და ჩვენთან ოლიგარქები იმიტომ არიან, რომ სახელმწიფო ისინი შეინახოს. სხვაობას ვერ ხედავთ რაში არის? სხვაობა ასეთივე რუსეთშიც არის, შეიძლება ისინი ახლა ებრძვიან უკვე და ამ ოლიგარქებმა გაყიდეს უკრაინა. წარმოიდგინეთ, მარტო 53% პარლამენტის წევრი უკრაინის არის ებრაელი. და 63% მთავრობა ებრაელები არიან. და ებრაელებმა, ესე იგი, მე ებრაელებს წინააღმდეგ არა განათლებაზე მეტი. თავისი ქვეყანა შურით ვარ იმისი, რომ როდესაც 8 ოქტომბერს შარშან იმას 8 აგვისტოს დაიწყო მან რა ქვია საბრძოლო მოქმედებები ისრაელის წინააღმდეგ, ხო? მაშინ რომ დაბომბეს და ისახნა. 30,000 ჯარისკაცი, რომელიც მთელ სოფლიოში იყო გაფანტული, 2 და 3 კვირა იჯდნენ აეროპორტებში. რომ გამოფრენილი 30,000 ჩამოვიდა, სხვა ვერ ჩამოვიდა, იმიტომ რომ თვითრნაები ვერ ასწრებდა იქა ჩამოსვლა, რომ ისინი ჩამოდიოდნენ რომ ბრძოლაში მიეღოთ მონაწილეობა. აი ეს არის ქვეყანა. აი ეს არის ის ქვეყანა, სადაც როგორც მეერმა თქვა, გოლდა მეერმა რომელმაც თქვა, უნდა იყოს დაფასებული ქვეყანაში 3 პროფესია, 3 სამხედრო, პირველ რიგში მედიცინა და განათლება, მასწავლებელი, რომელიც დღეს მასწავლებელი სკოლაში უნდა იყოს ის, რომელიც მინისტრი, განათლების მინისტრი უნდა იყოს ის, რომელიც სკოლაში ასწავლიდა ბავშვებს და ასე გამოიარა მთელი ისინი და მოვიდა. ვინ უნდა იყოს იმას თავდაცვის უშიშროების კომიტეტში ქვია, მაგრამ არც ერთი სამხედრო იქ არ არის. რომელ იმაზე ვლაპარაკობთ ჩვენ? რა განათლებაზე ვლაპარაკობთ? რომელ ჯარზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ანდა ის ახლა ახალი კანონი გამოსცეს, იქ შეიძლება 3 თვე, 6 თვე რაღაცა დაანებოთ, აი მოხვიდე ჯარში, შენ ხელფასებს გადაგიხდიან. აი ასეთი ისინია რა. 3 თვით ესე იგი შენ შეიძლება ჯარისკაცს ასწავლოს როლა. მაგრამ ჯარისკაცი ხო არ იბძვის? იბძვის მთელი სისტემა, 20-ული, 100-ული ბატალიონი, ამ ბატალიონს თავისი შეიარაღება და ტექნიკა აქვს. ჯარისკაცს აქვს ავტომატი, იქ არის ვთქვათ BMP არის თვითმავალი ეს ფეხოსანთა მანქანა, ტანკი არის და 1000 რაღაც, რომელიც უზრუნველყოფს მათ. საბრძოლო უზრუნველყოფა, არტილერია, ცეცხლი და ასე შემდეგ, ავიაცია, საინჟინრო ჯარები, ეს ყველაფერი რომელიც უზრუნველყოფს მას და ის რომელიც უშუალოდ იბძვის. და შენ გინდა ეს 3 თვეში და 6 თვეში მოამზადო? როგორ და მოამზადო? 15 თვე ამ მთავრობამ გააკეთა, აი ახლა აი მთავრობა ოცნებამ გააკეთა, რომ სესიაშვილის მიერ 15 თვე სამსახური იყო და გახადეს 12 თვე. 3 წელი უნდა იყოს, როგორც არის ისრაელში. მამაკაცი 3 წელი, ქალბატონი 2 წელი მსახურობს და ყველასთვის განდა იმისა, ვისაც აქ კანონის მიხედვით, ესე იგი გათავისუფლება ჯარიდან. ისინი ყველა ცდილობს, რომ იქ გათავისუფლება არ მიიღოს, რომ ჯარში იმიტომ სირცხვილად ითვლება. მე რამდენჯერ მოყვევი და არ ვიღლები იმის მოყვაჩა. მეგობარმა, რომელსაც იყო იმაში ჯონ თაღნიაშვილი ისრაელში, როდესაც გოგონები, რომლებსაც ესე იგი ისინი ჯარში მიყავდა თვალ და დღეს რესტორანში შევიდნენ ხიარულები ისეთი და მთელი რესტორანი ფეხზე დადგა და მთელი უზანვიდან ყველაფერს და ყველა ლოცავდა, ყველა ეფერებოდა მას, იმიტომ რომ ისინი ჯარში მიდიოდნენ, მათ უხაროდა. ამაყებოდა ზეიმი იყო. 1000 ნაცნობს ნახავენ, რომ ჯარში არ წაიყვანო. გამოიგონეს ალტერნატიული სამსახური, რომელიც იცავს პოლიციის იმაში, დაცვის პოლიციის შენობების შენდება და იმას სამხედრო სამსახურად უძახიან. რა არის იცი? აი ასეთი დამცირება ჯარის, აი ასეთი დამცირება პოლკოვნიკის, რომელიც კარებში დგას და იქ კარებს უღებს, იქ კლიენტი შემოვიდეს თუ გავიდეს. აი ასეთი დამცირება, როდესაც პოსტზე დგას, სადღაც და ყარაულად მუშაობენ ეს ოფიცრები. აი ასეთი დამცირება, რომელსაც 6000 სკოლა იყო და დღეს არის 4000 სკოლა საქართველოში დარჩენილი. 2000-მდე სკოლა ესე იგი უკვე აღარ არის, იმიტომ ბავშვები აღარ არის. იქ ვის ბავშვებს მიიყვანენ. და ამ სკოლაში ვეხვეწებით, რომ ჩვენ გახადონ სამხედრო სწავლების გაკვეთილები შეიტანონ, შუბლაზე, ლორია, ეს გენერლები და ისინი მუშაობდნენ, გააკეთეს სამხედრო მომზადება, დაწყებითი სამხედრო მომზადება სკოლაში რო იყოს. გოგონები სანიტარული იმას სწავლებენ, ესენი იმას სწავლობენ, ელემენტარული იმას, სად უნდა თუ დაიწყო დაბომბვა, როგორ უნდა გაკეთო, რა უნდა გაკეთო, პირველად დახმარება როგორ უნდა ჩაატაროს ყველაფერი. ამის იმას წიგნების გააკეთეს. ეუბნებიან, რომ 4000 სკოლა 4000 სკოლაში თუნდაც ერთი მასწავლებელი რომ მიიყვანო ეს პენსიონერი, რომელსაც
ასაკი არა ჯერ 60-მდე მისული, რომელიც სწავლობდა იქ იმუშავებს. სამხედრო დაწყებითი სამხედრო მომზადების მასწავლებლად ემუშავებს. იმაზე ზوارს ამბობენ არაო. სკოლები ხო დახურეს, მოსაზრებაზე ხო საერთოდ ისინი არიან, რა ქვია და რო შეეკითხო პარლამენტში გამოდიან და ლაპარაკობენ, რომ ესენი ისე კარგად ერკვევიან სამხედრო საკითხებში, რომ რამდენს ლაპარაკობთ, რომ სამხედრო საზღვაო ძალები უნდა აღზრდეს, ავიაცია უნდა აღზრდეს, სამხედრო აკადემია, რომელშიც ფაკულტეტი, რომელიც ბათუმში იყო სამხედრო საზღვაო ფაკულტეტი, უნდა აღზრდეს საავიაციო უნივერსიტეტში ჩვენთან საავიაციო ფაკულტეტი, რომელიც აკადემიაში იყო, რომელიც იქ სწავლობდა, იმაში საავიაციო ქარხანაში მიდიოდნენ, იქ ღებულობდნენ ყველა ცოდნას, იმიტომ რომ მოტორები, თვითრენაები იქ შენდებოდა, იკეთებოდა, იქ ყველა სპეციალისტები იყო. არა, დაშალეს ქარხანა. დაშალეს ეს გაკეთენ, ლეკიშვილზე ამბობენ ახლა გარდაიცვალა იმფერი. ეს ყველაფერი რას გაკეთა იქ დაიშალა, მისი ძმა, აი ზუსტად გმირი არის და მის ძმის ქუჩა უნდა იყოს, ზარა ლეკიშვილის ქუჩა. იმიტომ რომ ეს ქალაქში რას ყველაფერი მოიშალა და გაფუჭდა, აი ზუსტად მისი მერობის დროს იყო. მაშინ როდესაც უნდა ეს დაცულიყო და პრემიერობის დროს, როდესაც ეს გაკეთდა. საწყენია მე ახლა ურთიერთობაში მქონდა, მაგრამ რასაც გებულობ ახლა, ან თუნდაც იმ ქალაქის იმაზე. აიღეს ქალაქი, შემდეგ ეს ყველაფერი ტერიტორიებად ყველაფერი გაკეთდეს და მოშალეს არსენალი, მოშალეს ის ქარხნები, ის საწყობები იქ რაც იყო და ყველაფერი საწავიდა ეს ყველაფერი. გაქრა ყველაფერი გაქრა, არავინ არის საწევიდა. გაიყიდა დაზგები უძვირესი და უძვირფასესი დაზგები. სადაც დღეში 10,000 შაშხანას არემონტებდნენ. იმიტომ რომ ქალაქი უნდა გაშენებული და ამ აგურებით რო ჩაიარო ახლა ხო აეროპორტში თუ მიდიხარ, აი ავლაბრის გზით, ზედაგზით თუ წახვა. სულ ამ აგურებით არის ყველა სასტუმროები და სახლები აშენებული. ამ ძველი აგურით, რომელიც 1877 წელს რუსეთის იმპერიამ აქ ააშენა. გაგვიკეთა დაგვიტოვო. დღეს ვლაპარაკობ ჩვენ რუსები ჩვენი მტერი, რუსების მაგრამ იმათმა რაც გააკეთეს და ააშენეს 20,050 ობიექტი. მე ერთხელ გადაცემაში გავაკეთე, მოვიდა მთელ დასწრას. აი აქედან ამ ობიექტებიდან ბატონო დარჩენილი არის სადაც 500-მდე, რომელსაც ვერ ვღებულობ, დანარჩენი სულ დაშალეს და ანგრიეს. ჰოსპიტალია ისანში ისიც დაშალეს, გაანადგურეს, გადაიტანეს, ესე იგი 5-ჯერ უფრო პატარა არის იმაში, რა ქვია, გორში. და პენსიონერი, რომელიც უნდა მიდიოდეს იქ, იმაში ვერ ღებულობს ამ დახმარებას. აქ რაღაცა ჰოსპიტალი გაუგეცეს, ჩვენი ვეტერანთა დეპარტამენტი ცდილობს რაღაცათი დახმარება გაუწიოს, ვერაფერში ვერ უწევს. ჩვენ რო დავბრუნდეთ ახლა აკადემია, რომელიც იყო თბილისში. თბილისში თავის ტერიტორიაზე, რომელიც გრიგოლ ორბელიანმა, ესე იგი ალექსანდრე მეორეს აი გამოღლიტა მისი თხოვნით, მისი ყველაფრით, როგორია იცი, ადამიანს, რომელსაც უნდოდა რომ აი სამხედრო რაღაცა შეექმნა, რომ ქართველი ოფიცრები თავადაზნაურობა არ გასულიყო ქვეყნიდან და აქ დარჩენილიყვნენ. დაუმტკიცა იმას. მთელი რუსეთიდან ყველა სასწავლებლებს მოაკლეს ფული, 35,000 რუბლი შეკრიბეს. ოფიცრების რაღაცა ჯგუფი გაათავისუფლეს და ამ სასწავლებელში ჩადეს. იმპერიას, რომელსაც ფული არ ჰქონდა, წინააღმდეგი ვინ იყო ამის? ის ებრაელები, რომელიც განათლების სისტემაში იყვნენ მოსკოვში. წინააღმდეგი იყვნენ. სანამ გრიგოლ ორბელიანმა არ გამოიყენა თავისი ძალა, თავისი ისინი, ბარატინსკი თანას ესეთი გენერალ-გუბერნატორი ის იყო, მაგრამ ის დაჭრილი იყო ბარატინსკიმ თუ გახსოვ შამილი რო დაატყვევა მაშინ, ესე მიიღო ჭრილობები მიიღო და იყო საფრანგეთში იმაშობდა, მკურნალობდა. და მისი დახმარება და იმის იმპერატორმა მეორეჯერ გასცა ბრძანება და ეს ყველაფერი მისცეს. ესეც გაიტანეს იმ პლაზზე, სადაც ესე იგი ყველა იმპერატორია ნამყოფი. მათ შორის სტალინია ნამყოფი იმ პლაზზე 22 წელს. იმ პლაზზე პერია და ისინი ამაზე ლაპარაკის ზედმეტია. ყველა იქ ნამყოფი არის იმ პლაზზე. დღეს იქ დგას სამხედრო პოლიციის მანქანები. სტაიანგაა გაკეთებული. იმ პლაზზე, სადაც იმდენი 500-მდე გენერალია აღზრდილი იმ პლაზზე. რომელიც გენერალები დაწყებული რუსეთის არმიიდან და საქართველოს არმიიდან, კაცო. და საქართველოში მსახურობდნენ შემდეგ გენერალი გონიტაძე, რომელსაც კოტე აფხაზთან ერთად ხელი ჩამოართვეს იმას ალექსანდრე მესამეს.
99 წელს 1899 წელს როდესაც იყო ეს საქართველოში ქუთაისიდან შემოვიდა საქართველოში იყო ჩამოსული ეს ყველაფერი დღესაც ესე გადასწორებულია აი ასეთი ხაზი რომ სამხედროები არაფერია დახურული ორგანიზაცია ჩაკეტილი ვერან ვერ გაიგებს რაც არის იქ რაც განათლებას ღებულობენ იმ ჩვენ აკადემიაში 4 წელი სწავლობს რომ გამოვიდეს იქიდან ბაკალავრიატი ბიჭო 73 უმაღლესი სასწავლებელი ყავს კი ბატონო გამოვიდეს იქიდან ის ბაკალავრიატი რასაც თქვენ ითხოვთ რომ კონდეს ეს დიპლომი ბაკალავრის და შემდეგ ჩაუტაროთ ეს კურსები და რაღაცა ვასწავლოთ სამხედრო ოფიცრობის რატომ აქ 4 წელი ვასმევთ ვაჭმევთ ყველაფერს და შემდეგ ეს მიდის კურსებზე აღლაძის ცენტრია სასწავლო ცენტრი იმის კურსებზე ბალახაძე არის არაჩვეულებრივი პიროვნება არის მაგრამ მე რო წავიკითხე მისი რა ქვია რექტორის ხედვა განათლებასა მე გეუბნები თქვენ ბატონო ერა ეს არის აბსოლუტური აბსურდი ის განათლებას რომელსაც იღებულობს მენეჯერი მენეჯმენტის განათლებას ღებულობს ან და კიბერუსაფრთხოება რამდენი ოფიცერი გჭირდება კიბერუსაფრთხოების ჩვენ ჯარში კიბერუსაფრთხოების სახელმწიფო პროგრამა უნდა იყოს იმიტომ ერთი სისტემა უნდა მართავდეს უსაფრთხოებას ქვეყანაში ერთი სისტემა იმ ერთ სისტემაში უნდა იყოს ის მერვე განყოფილება იყოს საბჭოთა სოფლიოში მასია ყველგან ერთი რომელიც ამ კიბერუსაფრთხოებაზე აგებს პასუხს და ის ამ კიბერუსაფრთხოების მას აქვს შესაძლებლობები მას აქვს ყველაფერი ტექნიკა საშუალება მას აქვს ბიუჯეტი და ამ ხრივ ყველაფერი სოფლიოში სწავლობს და ამ ხრივ ესე იგი ამზადებს რა ბიუჯეტი და რა შესაძლებლობები აქვს თავადაც სამინისტროს რომ ჩვენს აკადემიაში კიბერუსაფრთხოების ოფიცერი მოამზადოს ან ის ცოდნა მიცეს ან და საჰაერო თავდაცვის რადიოლოკაციური რაღაცა მოამზადოს რომელიც ლოკაცია ერთი ლოკატორია კი და იმაზე ჭირდება ორი ოფიცერი მეტი არა დანარჩენს რაზე უნდა ესე იგი და შემდეგ მიდიან და სწავლობენ артиლერიას ტანკებს იმას და მანამდე გაგებაში არ არის რა არის артиლერია და ტანკი აი ეს არის განათლება რომელიც ჩვენ დაგვახვია თავზე აი ამ კუბიკის იმან დასავლეთის ოფიცრების იმან და ჩვენ ესე იგი არავინ არა ქვარაიას უნდა ასწავლოთ კაცო პოლკოვნიკ ქვარაიას ჩუბლაძეს უნდა ასწავლოთ თენგიზ ოშხერას უნდა ასწავლოთ ეს განათლების სისტემა და იმაზე აღარ ჩამოვთვლი რამდენი იყო იქ რომლებიც ამ განათლების სისტემაზე აწყობდა რა უნდა გაკეთებულიყო არა შემოიყვანეს ისინი ესენი ყველა გაყარეს სულ ყველა გავყარეს ჩვენ კადრის ოფიცრები იმიტომ რომ შენი ხვალ შეგვისლიან და ჩვენ ვიცით რა განათლება მივცენ რა განათლება მიეცენ ჩვენ უკრაინაში ვნახეთ ხო ის დაუბრუნდა ზალუჟნის ის არის და სირსკის დაუბრუნდა ძველ სისტემა და ძველი ყველა ბატალიონი ძველი სისტემით კი იარაღი და ისინი ის აქვს მაგრამ თვითონ ტაქტიკა მათი მოქმედების ხოლოდ ამ ტაქტიკის შეძლეს მათ რუსეთის ჯარის გაჩერება ხოლოდ ამ ტაქტიკით ებრძვიან და აი ასეთი დიდი შედეგები და კარგი შედეგები აქვს იმიტომ კი ვლაპარაკობ რომ სხვა ტაქტიკა და ისინი არა მე ვლაპარაკობ ამას იმიტომ რომ აი შერკინება ბრძოლისველი თუ ერთ დამისახელებთ რომელზეც ესე იგი 53 წლის შემდეგ რომელიც ესე იგი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა იტალიაში და იმაში ჩაატარეს იქ იყო რამდენჯერმე და ის იტალიამ ვერ გაუძლო ამ ყველაფერს და ამ გერმანელების ესე იგი 5-ჯერ ნაკლები ჯგუფს ამერიკის მთელმა დესანტმა დივიზიამ ვერაფერი ვერ უხსნა 101 დივიზიამ 72 დაზვერვის პოლკი იქ მთლიანად მაშინ ის ბატალიონი იყო თუ ასეული მთლიანად შეეწირა იქ 101 დივიზიის ისინი რომ ვერაფერი ვერ გაუგეთეს იმ გერმანელები რომლებიც იქ შემოსულები იყვნენ და ამ სიმაღლეებს და იმას ნეაპოლის და იმის მიმართულებებს სადაც ისინი იცავდნენ აქ რაზეა ლაპარაკი არის იმაზე რომ ის განათლება რომელიც ჩვენ გვაქვს ეს უნდა გავაძლიეროთ და შევისწავლოთ სხვა დღეს ამ სისტემით რაც იყო საბჭოთა კავშირში თელ განათლებას აი არის ერთ-ერთი ყველა საბრძოლო წესდებები რაც არის ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში და ჩვენ რა ფიქრობთ რომ ჩინეთის ჯარი სუსტია, ალჟირშიც ესეთი იყო, მაშინ ერაყი კი არა იმი, თუნდაც ერაყი, საბჭოთა ის იყო და თუნდაც ეგვიპტეზე მაქვს მე ლაპარაკი. ეგვიპტეშიც აი ასეთი იყო და ისრაელის იმაში როგორია თელი სამობილიზაციო მზადყოფნა ჯარების მომზადება არის სოფთა საბჭოთა, გერმანული და საბჭოთა. ეს გააუმჯობესეს და უკეთესი გააკეთეს. მე ცოტა ბევრი მომენტი არა, აი ჩვენ სულ რამოდენიმე წუთი გვჭება, 4 წუთი გვჭება გადაცემის დამთავრებამდე და ჩვენ მაინც მესმის ბატონო გურამ თქვენ აი მიმართვა გქონდათ იმ ახალგაზრდებზე, ვინც ვისაც უნდა რომ თქვათ ასეთი
თქვენგან ითხოვენ და ჩვენ გთხოვენ რომ პრადვინუტები არა ვართ ჩვენ. ესე იგი თქვენ ხართ საბჭოთა გენერალ-ლეიტენანტი, ვიღაცას სხვაზე ამბობენ საბჭოთა სისტემის მასწავლებელი და მოკლედ აი საბჭოთა და კომუნისტებს და რას არ გვეძახიან და ეს ზითად არის ახალგაზრდობა, რომელსაც არ ვიცი თვითონ როგორ გონია რას ნიშნავს პრადვინუტი რა არის, მაგრამ თვითონ რომ გკითხოთ ნათელ მხარეს არიან და სინამდვილეში სიბნელეში არიან მართლა. სამწუხაროდ ხო, ძალიან ბევრია დამოკიდებული განათლებაზე და ასე შემდეგ. მაგრამ მე მაინც გთხოვთ რომ უგაბრაზდებით მათზე. აი შეიძლება არა მესმის, მაგრამ შეიძლება ხო, ჩვენი ბრალია, მაგრამ მათი მინდოდა ეხა ეს მეთქვა. მათი მშობლების მათ არ შეუქმნიათ ჩვენ კი ბატონო. უბრალოდ რისი თქმა მინდა მე რომ გაბრაზებაში ის ვიგულისხმე რომ ან ნურცნეროს რომ მოიჭრეთ მაგათ გამო, იმიტომ რომ მგლის თავზე სახარების კითხვა არის ეს. მაგრამ მათი მშობლებზე ხო შეიძლება რომ ადამიანი უბრალოდ გაბრაზებაც არა, მაგრამ მათ მშობლებს უბრალოდ სამწუხაროდ ვინც არ არიან ეხა და ვინც გვერდზე არ არის უჭერთ რა თქმა უნდა. მაგრამ აი მათ კუმირები სხვა ყავთ, მაგალითად მათი კუმირები შეიძლება იყვნენ ის ადამიანები, აი ლიბერალები, რომლებიც აი ესე გამოდიან და ჩვენ მოძრავენ და მორალს გვეკითხავენ. სინამდვილეში მართლა რა შეუქმნიათ აი ეს კითხვა, რომელიც თქვენ დაუსვით. თუ რამე ისეთი შეუქმნიათ და შექმნიან, სადაც მათი მომავალი თაობა იცხოვრებს და გამოიყენებს ამ ყველაფერს, ხო? კი ბატონო, თორე მასე ვაგინოთ და ვიყოთ, მაგრამ იმ სისტემას ვაგინებთ და საერთოდ იმ წყობას ვაგინებთ, რომლის უნიკალური მაგალითია შვედეთმა სოციალიზმი დაიტოვა თავიდან ბოლომდე. შვედეთში ფორმალურად მონარქია, თორე დანარჩენი წყობა სოციალისტურია. გერმანიასთან რაც შეეხება, გერმანიას თუ პრობლემები აქვს, ისე იმიტომ აქვს, რომ რუსეთთან ესეთი სიტუაციაა და თქვენზე კარგად კი ბატონო, მაგრამ დაიტოვა უნიკალური რამ, დაიტოვა რა სოციალური სისტემა, სოციალური ლიფტები. და კიდე ყველაზე მთავარი, საერთოდ რუსულ განათლებას, როცა საბჭოთა კავშირის განათლებას და პრუსიულ განათლებას აი აქედან არის საწყისები და რა ვიცი კი ბატონო, გითხარით და გვიწოდეთ, აქვია, უწოდეთ ბატონო გურამ ნიკოლაიშვილს გენერალ-ლეიტენანტს, საბჭოთა გენერალი ხარ. გვიწოდეთ თქვა ჩვენ საბჭოთა პროპაგანდისტები ვართ თუ პუტინის პროპაგანდისტი ვართ, მაგრამ აბა ისე ჩვენ მერე გულში ჩაიხედეთ, ან და გახედეთ მერე თქვენ მშობელს, ბებიას, ბაბუას თუ გყავთ. და ზოგადად ირგვლივ მიმოიხედეთ დღეს რა ხდება და ვინ არის დღეს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებში ამ გეოპოლიტიკაში რო გაძლო და ვისთან ჭიდილში და რომელი ქვეყნების გადანაწილებაში შეიძლება სადღაც მოხვდეთ და გადავრჩებით თუ არ გადავრჩებით არ ვიცით. ვის გას და ვის პურს და ასე შემდეგ ამას არ ვამბობ მართლა, იმიტომ რომ ეს არ არის წამოსაზახებელი ნეტა ღმერთმა ქრა ჩვენი გქონდეს და ჩვენი დოვლაც გქონიდეთ. მაგრამ უბრალოდ გამოიხედეთ. რომელი მამის, რომელი დედის, თქვენი მშობლები, რომელ წყობაში გაიზარდნენ, რომელა ცუდი დედა და ცუდი მამა ყავს, ცუდი ბებია და ბაბუა ყავს, ანუ საბჭოთა წყობაში და იმ კომუნიზმში და იქ, სადაც რომელსაც ახლა თქვენ აგინებთ და უშიერი სიტყვებით მოიხსენიებთ, ესე იგი რა, დედა თქვენი, მამა თქვენი, თქვენი ბებია, ბაბუა უვარგისები არიან, მაპატიეთ. არ ამგონია ასე იყოს და არაფერი არ შეუქმნიათ. განათლება თქვენ არ მოგცათ? თქვენ განათლება არ მიიღეთ? უბრალოდ მაინტერესებს. აი ეს არის, ამაზე უნდა დავფიქრდეთ. თუ თქვენთვის კუმირი ვინ არის? კუმირი ვინ არის თქვენთვის? მაგალითი თქვენი მშობელი არ არის? მაგალითი დედა, მამა, ბაბუა, ბებია არ არის თქვენთვის მაგალითი? ის ომები და ის გაჭირვება ვინ გამოიარა და როგორ გამოიარეს? არ არის მაგალითი თქვენთვის? არ გიამაყება თვისი მშობელი, ვინ არის თქვენი მშობელი? ან თუნდაც მიმოიხედეთ, შემთხვევით, რომელ აშენებულ სახლებში ცხოვრობთ? თუ ბინა გაქვთ და ღმერთმა ქრათ მოგცეთ. და შემთხვევით ზოგიერთი სტალინსკი დამა ამაში ხوار ცხოვრობთ, არა დღეს რომ არ გამოდიხართ მაგ სახლებიდან, მაგრამ ლანძღავ და აგინებთ იმ ეპოქას. და დიდი ბოდიში თქვენთვის სამწუხაროა რომ თქვენი მშობლები არ არიან კუმირები და კოტე ყუბანეიშვილია კუმირი?
აი ის რომელიც გამოდის და ტელევიზორში რასაც ამბობს, რით ვერ წავიდა უკრაინაში ამდენი ხანი. მე ეხლავე წავალ, მე და ჩემი ცოლი ვტოვებთ საქართველოს მოქალაქეობას, ვტოვებთო და წავიდაო. ეს არის სააკაშვილია თქვენი კუმირი, იმანაც დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, წავიდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო და დღეს ისინი პატრიოტობაზე თავს დებენ. უბრალოდ ამას შეხედეთ. თორე რა პრობლემაა? ბატონ გურამ ნიკოლაიშვილს არაფერი არ დააკლდება ამით თქვენი ლანძღვა გინებით. არც მე მერაბ ჭიქაშვილს და არც არავის აქ ყოფ ჩვენთან მოსულ სტუმრებს იქნება, წამყვანებს თუ ასე შემდეგ. არაფერი არ დააკლდება. უბრალოდ თქვენ რას მოიგებთ? ჩვენ ხვალზე რას მოვიგებთ ამით? ამ დაპირისპირებით რას მოვიგებთ? როდემდე უნდა ვიყოთ ამ პროპაგანდაში? როდემდე უნდა უსმინოთ მართლა აი ამ ადამიანებს, ვინც ჩამოგითვალეთ, აღარ მინდა ჩამოთვალო. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ამაზეა საუბარი. სხვანაირად უკან მიუხედავად წარსულს თუ არ გახედავ, მომავალს ვერ შექმნი. დიახ, ასეა. სამწუხაროდ არ უნდა მივიღოთ მართლა ის დამბაჭა, რომელიც შეიძლება მომავალმა თაობამ გვესროლოს. ზარბაზანი უпроსწორად. ამიტომ ფიქრობ, რომ ყველაფერს მართებს უფრო მეტი გონიერება, მით უმეტეს დღეს, დღევანდელ დროს. ჩემთან დაპირისპირება ჩვენი ლანძღვა, ერთმანეთის ლანძღვა რას მოგვიტას. დღეს აი რაც ხდება, უზარმაზარი გეოვეშაპები, გეოპოლიტიკასაც ვეშაპების გარემოსვაში დავწურავთ. პატარა ლიფსიტა საქართველო. პატარა ლიფსიტა საქართველო. დავწურავთ ვეშაპების გარემოცვაში. და ჩვენ რა ეს პატარა ლიფსიტა, რომელიც მიყვება ესე ვეშაპს, რა უნდა უკნას იმა, რას უშვება? აი რას უშვება ის პატარა ლიფსიტა? სამწუხაროდ, მაგრამ ეს პატარა ლიფსიტა თუ გადმოვიტანთ ქართულ რეალობაში 3000 წლოვანი ისტორიით. ნიშნულოვან როლს ასრულებდა ყოველთვის და თავის სახელი ჰქონდა. დროს და იყო დრო, როდესაც პილიგრიმები, მომლოცველები, ჯვაროსნები, როცა იყო ეს გადაადგილება აქეთ და როცა აქეთ ოსმალეთის მტრობა იყო მაინც და ოსმალებს ერიდებოდნენ, ქართულ ტანისამოს იცვავდნენ. აი ეს პილიგრიმები, ის მომლოცველები ქართულად იცვავდნენ და რატომ კითხვა არ გიჩნდებათ, მე გამიჩნდა როცა ეს ავიკითხე. რატომ უნდა ჩაეცვათ ქართული ტანისამოსი აი ამ მოგზაურობის დროს? იმიტომ რომ მაშინ ქართველების ეს ვაშკაცობა, ეს ბრძოლის უნარიანობა განთქმული იყო და მოგვერიდებიანო. იგივე ყაჩაღობა იქნებათ თუ რამე, ანუ აგვერიდებიანო, თუ ქართველები ვეგონებითო. იყო ასეთი წამაც წერია, თუ წაიკითხავთ ეს წერია, მაგრამ თქვენ სამწუხაროდ აბა როგორ? სამწუხაროდ საქართველოს სახელმწიფოებრიობა თქვენთვის იწყება, როცა მიხეილ სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში. და საქართველოს და ევროპამ სწორედ მაშინ გაიცნო თავი. აი იმ ხელისუფლების, აი ამ პროპაგანდაში ხარ დღემდე. სხვანაირად მე ვერ ხსნი ყველაფერს. დანარჩენს ვერ ხსნი. დიდი მადლობა ბატონო გურამ. ბატონი გურამ ნიკოლაიშვილი, გენერალ-ლეიტენანტ გურამ ნიკოლაიშვილი იყო ჩვენი გაცემის სტუმარი. მე მერაბ ჭიქაშვილი გემშვიდობით. კარგად ზანდებოდეთ. ნახვამდის. კარგად ზანდებოდეთ.